ესე იგი თქვენ საუბრობდით პიროტექნიკაზე და პიროტექნიკის აღწერილობაში თქვით რომ რაღაც განსხვავებულ ფერს უშვებდა. ანუ აქ რატომღაც არასწორად იქნა მიჩნეული რომ ფოიერვერკზე იყო საუბარი, მაგრამ თქვენი აღწერილობა გავდა იმას რომ ეს იყო კვამლის გამშვები, ქაღალდის ხელსაწყო, რომელიც უშვებს სხვადასხვა ფერის ბოლს. თუ შეგიძლიათ დაადასტუროთ, რა სახის პიროტექნიკა იყო? ეს იყო ფოიერვერკი, რაც თქვენი მიმართულებით იყო ნასროლი, თუ ზუსტად ეს ქაღალდის ნივთიერება, რომელიც უბრალოდ ფერად კვამს უშვებდა? ფოიერვერკი იყო, რომელმაც დაზიანა მაგრამ დამწუხრობა თვალის გუნდი. ანუ უშუალოდ ფეთქებადი ფოიერვერკი იყო ნასროლი, აი დიახ, კი ბატონო. ჰაერში და არა ის ქაღალდის ფერადი ნივთიერება. თქვენ თქვით რომ მხედველობა დაგიზიანდათ? დიახ. რის შემდგომაც გადაგიყვანეთ. უშუალოდ რამ გამოიწვია ამ მხედველობის დაზიანება? იმ ფოიერვერკმა თუ სიტყვაზე ქვამ ან სხვა ნივთიერება? ფოიერვერკმა. აი იმ კონკრეტულმა ნასროლმა ფოიერვერკმა გამოიწვია თქვენი მხედველობის დაზიანება. კი ბატონო. გადაგიყვანეთ. კი ბატონო. თქვენ ახსენებთ რომ მხედველობა ვინაიდან შემაღლებულ ადგილას იმყოფებოდ. მხედველობა იყო მეტნაწილად მკაფიო. განათებიდან გამომდინარე. ასევე ახსენეთ, რომ სიმჭიდროვე იყო იმდენად დიდი აქციის წევრებს შორის, რომ თავისუფალი გადაადგილება არ ხდებოდა. თქვენი მხედველობის არეალი ხომ მოიცავდა მას შორის ჭიჭინაძის დასაწყის და უკან რუსთაველის მთლიან გამზირს, ანუ შემაღლებულად იყავთ. მთლიანი ეს პერიმეტრი იყო ხალხის იმ მასით გადაკეტილი, რომ აი, კი ბატონო, თქვენთან სიახლოვეში სიმჭიდროვე იყო და ვერ გადაადგილდებოდნენ თავისუფლად, მაგრამ აი რუსთაველის გამზირის გაყოლებაზეც იმხელა სიმჭიდროვე იყო, რომ ხალხი თავისუფლად ვერ გადაადგილდებოდა, ანუ დიდი რაოდენობით იდგა მთლიან გაყოლებაზე? ეგრე ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ ხედავდით, რომ თქვენს არეალში იყო ჭიჭინაძის ქუჩა და იყო რუსთაველის. ეს ორივე ქუჩა იყო მკაფიოდ გამოკვეთილი სიმჭიდროვით, ხო? ანუ ადამიანების რაოდენობა იყო იმდენად დიდი, რომ ორივე ქუჩაზე უჭირდათ გადაადგილება, ანუ დიდი რაოდენობა იყო თუ რუსთაველის შედარებით თავისუფალი იყო ვიდრე ჭიჭინაძის ქუჩა ხალხის რაოდენობისგან? იყო რაოდენობა კი ხალხის, მაგრამ იქ მოქალაქესაც როდომოდა გადაადგილება. არა, იქ კი გადაადგილება მასაკეთებდნენ, პიკეტირებებს და იმას რაღაცებს იმაშობდნენ, ნაგბოდიში ნაგვის უნდებს და იმას. ანუ პიკეტირება არის გადაკეტვა და ბარიკადებს აწყობდნენ. ბარიკადებს აწყობდნენ და რა აქ მაინტერესებს უშუალოდ ჭიჭინაძის ქუჩაზე აწყობდნენ ბარიკადებს თუ რუსთაველის გამზირზე? საპირისპირო მიმართულებით აწყობდნენ ბარიკადებს. ხო არ მოგეხსენებათ მაგ მხარეს სადაც ბარიკადებს აწყობდნენ. თქვენ ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, რომ სწორედ მაქედან აპირებდა გდდ ან შსს ან სიტყვაზე ჭავლის მანქანა შემოსვლას? არა, მაგ ინფორმაცია არ მქონდა. იმიტომ რომ იმ შემთხვევაში აქციის მონაწილეებისთვის ხილვადი იყო იმ ქუჩის გაყოლებაზე. შეკითხვა დაუსვით რა. მაინტერესებს თქვენთვისაც იყო თუ არა ხილვადი? ხილვადი რაზე? რუსთაველის ქუჩიდან აი გააჩნია რა პოზიციაზე იდგება, მე ხო არ ვიცი სად იდგეთ. გარკვეული მონაკვეთიდან რუსთაველის გაყოლებაზე ჩანდა წყლის ჭავლი და რობოკოპების განლაგება და თქვენი მხრიდანაც იყო ეს შესამჩნევი, რომ აი დაგენახათ რუსთაველის გაყოლებაზე იდგა თუ არა? სპეცრაზმე არ დამინახავს. აქ ერთი კითხვა მაქვს, აი ჭიჭინაძეზე სამმართველოს უფროსი ვინც ბრძანებებს გასცემდა და ვინც ბრძანება გასცა რომ გადმოიყვანეთ ჭიჭინაძე, ანუ სამმართველოდან ჭიჭინაძის ქუჩამდე, ეს ერთი და იგივე პირია თუ განსხვავებული? რამოდენიმე უფროსი მყავს თქვა აღნიშნე და ზუსტად რომელი იყო აღარ მახსოვს ახლა. მაგას არ გეკითხებით, უბრალოდ რამდენად გახსოვთ ის ვინც გადმოგიყვანათ უშუალოდ აქციაზე და ის ვინც ადგილზე მოგცათ ბრძანება, ეს ერთი და იგივე პირი იყო თუ სხვა პირმა მოგცათ ბრძანება აქციაზე მოსვლას და სხვა პირმა გასცა ადგილზე ბრძანება? ანუ ერთი და იგივე თანავისა უფროსი არ გასცემდა, ეხლა რომელიც იყო იმ კონკრეტულ ამ ადგილზე გადმომყვანი იყო სხვა და კონკრეტულ ადგილზე ბრძანებას გასცემდა სხვა. კი ბატონო. ბატონო. სულ ეს იყო ეს მე ინტერესებს. მადლობა. ბატონო თორნიკე, გაქვთ კიდევ რა? თქვენ ხომ არ გაქვთ უბრალოდ პირველ რიგში? დავასრულეო, თქვა ბატონმა ზვიადმა ბატონო დავით. ბატონო თორნიკე, არ გაქვთ თქვენ რაიმე შეკითხვა? შესათანხმებელი მაქვს რაც კი, შეათანხმეთ მანამდე. ბატონო თორნიკეს ვეკითხებით, თქვენ ხომ არ გაქვთ რადგან ადვოკატი არის? კი ბატონო. კარგით. გაქვთ რაიმე? კი ბატონო. მე გავაშკერებ რაც ერთი შეკითხვა აქვს? კი, ერთი შეკითხვა. ვინ გააშკერებს? თვითონ აქვს ეს შეკითხვა? შეთანხმებული კი ბატონო, გისმენთ. ბოლო შეკითხვა და დავასრულებ.
თქვენ ხართ დაზარალებულად ცნობილი ამ საქმეზე როგორც აღნიშნეთ. ზუსტად იცით თუ არა, რომ ზვია ცეცხლაძეს, რასაც ედავება ბრალდება ორგანიზებას, რომ მის მიერ დაორგანიზებულ ქმედებას მოყვა შედეგად თქვენი ზიანის მიყენება. ეს ზუსტად იცით თუ არა? თქვენს თანამშრომლებთან ერთად თქვენც აგინებდით თუ არა მოქალაქეებს? ვერ გავიგებ როგორ? შეურაცხყოფას აყენებდით თუ არა სხვებთან ერთად მოქალაქეებს? ეგეთი არც მახსენდება და ანაჩენები თქვენი ისინი? არა. არ გაგიგიათ? არ გამიგია. საბრძან თორე კითხვის დასმის უფლება მოკეცით.